თვის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრი და მაკოორდინირებელი საბჭო ეყოლება, რომელიც ქვეყანაში წარმოქმნილი კრიზისური სიტუაციის მოგვარებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე გააკეთა. პრემიერი ირწმუნება, რომ აჭარაში მსგავსი დიდ თოვლობა ბოლო 25 წლის მანძილზე არ ყოფილა. სიტუაცია სტაბილურია, ამჟამად ელექტროენერგია აჭარის მხოლოდ 3 სოფელს, ქედას, ხულოსა და შუახევს არ მიეწოდება. ასე აფასებს რეგიონში არსებულ სიტუაციას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. იგი განმარტავს, რომ მაღალმთიანეთში სარემონტო სამუშაოებს ცუდი ამინდი არ ხერხებს, თუმცა დაახლოებით 10-12 დღეში მოგვარდება. განსხვავებულად ფიქრობენ სინოპტიკოსები. მათი მონაცემებით წლევანდელ ამინდში უჩვეულო არაფერი ყოფილა. რეგიონისთვის ანომალიური არც დეკემბერში მოსული თოვლის ოდენობა იყო. ხელსოფლების დახმარებას, მაგრამ საერთოდ მოსახლეობას გამომარტო, რომ ასეთი თვითონიანობა აჭარაში არ ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში. პირველად ასეთი თვითონი მოვიდა 1995 წელს, მას შემდეგ ასეთი თვითონიანობა არავის არ ახსოვს. იცით, რომ დაზიანდა ძალიან ბევრი გადამცემი ხაზი, ელექტრონული გადამცემი ხაზები, ბევრი ანზა იქნა დაზიანებული. ადგილის სამუშაოები დაიწყო ოპერატიულად და მიმდინარეობს. სრულყოფილად მიეწოდება ბათუმს და ბათუმის შემოგარენსოფლებს ელექტროენერგია. პრობლემა სადაც რჩება დღესდღეობით არის მხოლოდ 3 სოფელი. ეს არის ქედა, შუახევი და ხულო. სადაც უბრალოდ თითოეულობის გამო, ადგილზე მიმოქმედების გამო ვერ ხერხდება ადგილის სამუშაოების დაწყება. ჯგუფები მობილიზებულია. ასეთი დიდი დარტყმა სისტემას არ მიუღია, რაც კი ქართული ენერგეტიკა არსებობს. ეს დეკემბერი არის, ზამთრის თვე არის, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. ცოტა მეტი არის თოვლის საფარის სიმაღლე იმ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის სადღაც ცდომილება 10-20 სანტიმეტრი, ხოლო რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონს, გობერძის უღელტეხილს, იქ ყოფილა შემთხვევა 5 მეტრზე მაღალი ყოფილა თოვლის საფარი.